გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მსახიობი, მწერალი და გულშემატკივარი. ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. 2013 წლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი ისევ გიყვარს როგორც ადრე? უფრო მეტადაც ალბათ. გასაჭირში რომ ყავს საყვარელი ადამიანი, მე მგონი უფრო გიყვარდება. დევიდ მოიესი არ უნდა გაგეშვათ? დევიდ მოიესმა თავის კარიერის განმავლობაში მე მგონი გამოავლინა, რომ პატარა გუნდების დიდი მწვრთნელია. ამიტომ ალბათ უნდა გაგვეშვა, იმიტომ რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ. ვინ იყო ან არის მოედანზე შენი აიდოლი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ინდივიდუალურად სხვადასხვა ფეხბურთელები, არასოდეს არ მყოლია აიდოლი. ანუ სულ იყო გუნდი, ყოველთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ბეკემი რომ გაუშვა ფერგიუსონმა, ძალიან გული მეტკინა, მაგრამ Manchester is bigger. რა შეცდომა არ უნდა დაუშვას რასადროდის კაპიტანმა? ემოციებს არ უნდა აყვეს რასადროდის კაპიტანი, შეიძლება რაღაცით გავს საფეხბურთო კაპიტანს, მაგ თვალსაზრისით, რომ ისე ლამაზად ემოციურად ათამაშოს გუნდი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ აყვეს ემოციებს, რაც შეუშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. როგორ მოხვდი ინტერნეტ კლუბში? გადიოდა ტელეგადაცემა მაშინდელ მეცხრე არხზე, მერე პირველ არხზეც რაღაც პერიოდი და ვუყურებდი და სულ მიყვარდა და მივედი, მაშინ პატარა ვიყავი 13 წლის, დედა მახელდა, ესე მივედით და პირდაპირ გიორგი მოსწეს მიყავდა და ეს განუცხადა, რომ თამაში მინდა მეთქი და ცოტა დაიბნა, იმიტომ რომ ეგრე არ ხდება, ხო გუნდები მიდიან, გუნდები რეგისტრირდებიან და რაღაც და გუნდი უნდა მოიყვანო. მერე აი მართლა ვერ შევკრიბე ესე გუნდი და უბანში მეგობრებში აი რაღაც ფეხბურთს რო თამაშობდნენ კორპუსის წინ ერთი სეზონის განმავლობაში ესე დამყავდა ხოლმე ის ბიჭები, რომ აი გეხვეწებით დღეს თამაშია და ცოტა ხანი წავიდეთ და კაი შენი ხათრით და იქ მივდიოდით ხოლმე, უბრალოდ 6 კაცი რო ყოფილიყავით, მე ვთამაშობდი და ისინიც ხელს მირტყავდნენ. და მათში ხომ არ ამოიზარდა ვინმე? არა, ისინი უბრალოდ ჯიგრები იყვნენ რა და უბრალოდ მომყვებოდნენ ესე სათამაშოდ. როგორ შეიძლება რომ გიორგი ბაქრაძის ცოდნა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს? ChatGPT-ის პონჩია რამე. სხვათა შორის გიორგი ბაქრაძის ცოდნა მართლა შესანახია და რაღაცნაირად ვიმედოვნებ, რომ მისი მოხუცებულობისას რამე ეგეთი იქნება გამოგონილი, რაც ადამიანის ტვინს ფორმატი გამოჩნდება ეგეთი, რომ ტვინს შეუერთდეს და შეინახოს. რა ძირითადი განსხვავებაა წიგნების თაროს და სხვა ინტელექტუალურ თამაშებს შორის? შეიძლება ერთი არის, რომ წიგნების თარო უფრო ლოიალური გარემოა. როგორც წესი, ინტელექტუალური თამაშები გამოწვევაა ხოლმე და დაძაბულობა მაღალია ხოლმე, ისევე როგორც წიგნების თაროში, მაგრამ რადგან აქ უფრო ბავშვები და ახალგაზრდები თამაშობენ, ლოიალურია გარემოც და წამყვანიც. წიგნების თაროში გამოყენებული ერთი კითხვა, რომელიც ძალიან გიყვარს. ფინალში გქონდა ერთი ესეთი კითხვა, რომელიც მახსოვს ზუსტად რომ გამოიცნეს თან იმ გუნდმა, რომელიც მერე ჩემპიონი გახდა. ამ შეკითხვის ორიგინალობა ის არის, რომ უნდა მიხვდე, რატომ არის შეკითხვა მხოლოდ ეგ. და მოთამაშე მიხვდა, რომ ქართულ რაუნდში, როდესაც არის კითხვა ესეთი მოკლე, ესე იგი ეს არის ყველაზე მოკლე მდინარე საქართველოში. და გამოიცნო ყველაზე მოკლე მდინარე საქართველოში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა და დაასახეს. სახელი ხო არ გასულს? მოდი მანამდე არხი გამოიწერეთ და გეტყვით რა მდინარეა ყველაზე მოკლე, სხვა შორის არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი მიიჩნევა, რომ ყველაზე მოკლეა. ეგ არის რეპრუა. ბოლოს რა წიგნი წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე თანამედროვე ირლანდიელი ავტორის კლერ კიგანის შვილობილი, Foster. ქვია ინგლისურად და საერთოდ ეს ავტორი ბოლო დროის ჩემი აღმოჩენა არის, შემიყვარდა, რასაც ქვია და ანუ გვირჩევ? გირჩევთ აბსოლუტურად ყველას, მით უფრო რომ უკვე 2 წიგნი ითარგმნა ქართულად მას მერე და მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნება ელის ყველას, ვინც ამას წაიკითხავს. ბეჭდის საძმოში რომელი გმირი იქნებოდი და რატომ? ყველაზე მეტი თვით იდენტიფიკაცია თუ რაღაც მაინც არაგორნთან მაქვს, ალბათ არაგორნი. სლიზერინი თუ გრიფინდორი? სლიზერინი. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია? მაგ კითხვაზე ყოველთვის მახსენდება ერთი ძალიან უბრალო, ნაკლებად ესეთი შედევრალური ტექსტი და მისი ეკრანიზაცია, რომელიც ჩემთვის აი დღემდე ძალიან ემოციურია და ძალიან თბილია. ეგ არის ხიდი ტერაბითიაში. სასწაულების ბჯერა? სასწაულების ბჯერა.
სასწავლების კი არა, ესე თამამად იმიტომ უპასუხე ამ კითხვას, რომ თითქმის ყველაფერი ირაციონალურის მჯერა, უცხო პლანეტელებისაც მჯერა, რაღაცა მისტიური მოვლენებისაც მჯერა, სულებისაც მჯერა, რავი, კიდე რა არის ეგეთი. ბრტყელი დედამიწის არ მჯერა. რატომ არის ფენტეზი პოპულარული ჟანრი? იმიტომ რომ ადამიანებს ოცნება უყვართ და ფენტეზი გაძლევს საშუალებას ეს სამყარო უფრო საინტერესოდ წარმოიდგინო, ვიდრე არის. ან ვიდრე ვხედავთ. რომელი ნაწარმოები უნდა იყოს და არ არის ნათარგმნი ქართულად? აი ძალიან საინტერესო ტექსტი არის, არა თავისი ლიტერატურული მნიშვნელობით, არამედ იდეით და საეტაპოობით ლიტერატურაში ფლატლანდია. მე-19 საუკუნეში დაწერილი ბრიტანული ფანტასტიკური ტექსტი შეიძლება ითქვას, რომელშიც სამყარო არის ბრტყელი, ანუ ორგანზომილებიანი. და აი მგონია, რომ ეგ ძალიან საინტერესო ტექსტი იქნებოდა, რომ ითარგმნოს ქართულად. შენი საყვარელი სპორტი ზაფხულის ოლიმპიადაზე? ხოთა შორის არ არის ეგ ფეხბურთი, იმიტომ რომ აი ოლიმპიადის ფეხბურთი არ მიყვარს და არასოდეს თვალს აგვადევნებ ხოლმე. ქართველი სპორტსმენების გულშემატკივრობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ძიუდოს და ორთაბრძოლებს უყურებ ხოლმე, მაგრამ საყვარელი ალბათ არც ეგ არ არის. მე მგონი არ მიყვარს ოლიმპიადა. სერიალი, რომლის ყველა სეზონი მინიმუმ 2 ჯერ გაქვს ნანახი. ჩემი ალბათ, როგორ თქვა, არა მხოლოდ საყვარელი სერიალი, აი ფილმებშიც რო თავისი ადგილი დაიკავა და ზოგადად სახელოვნებო ნამუშევარი რო, ანუ და არა მხოლოდ სეზონები, ბოლო სერია 10-ზე მეტ ჯერ მაქვს ნანახი. ეგ არის Leftovers. მამარდა ლივერპულმა დაიმართა, ვისი სურვებდი იუნაიტედში ჩვენი ნაკრებიდან? კვარას რა თქმა უნდა, თან მარცხენა ფლანგზე ძალიან დაგხატავდა, მაგრამ სად არის, არ მგონია ეხლა კვარას დამატების თავი ჰქონდეს იუნაიტედს. სხვათა შორის აი ქოჩორასაც დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მაგ ასპექტშიც დიდი პრობლემები გვაქვს. ჩაყვესაც, იმიტომ რომ ამორიმის სისტემაში ძალიან კარგად ჩაჯდებოდა, ასე მგონია და უპრობლემოდ გაუკაჩავდა იუნაიტედს. თან აი ქოჩორაც, კვარაც ჩაყვეც, რავი, აი მაგაშიც დარწმუნებული ვარ. რეჟისორი რომ იყო, პალმის რტო უფრო გაგიხარდებოდა თუ ოსკარი? აუ, მიუხედავად იმისა, რომ ხო პალმის რტო უფრო ითვლება, რომ რაღაცა დიდ კინოს ქმნიდა რაღაც ხო ის არის, მაგრამ ძალიან ბავშვური მიამიტობით ოსკარი გამიხარდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაგიტო შემიყვარდა ეგ სფერო, რომ რაღაცა ოსკარზე ლოცნებობდი. ყველაზე დიდი ტყუილი საქართველოს ისტორიაში? ბევრი არის ისტორიული გმირების გაправების მცდელობები რა, რომ აი არ ვთქვათ მათი ცუდი და ამიტომ რაღაცნაირად წარმოვაჩინოთ ლამაზად. მემატიანი პროპაგანდისტი. ხო, აი მაგალითად როგორ მოექცნენ გიორგი სააკაძეს მარაბდის ბრძოლაში. მას შემდეგ რაც მარტყოფის ბრძოლა მოვიგეთ, მარაბდაში გიორგი სააკაძეს ჰქონდა თავის სტრატეგია და ესო ძალიან პრივილეგირებული ადამიანიაო და თავადებმა არ მოусმინეს და არაფერი არ დაუჯერეს, ფეხებს დაიკიდეს, უკან ჩააჩოჩეს და წავაგეთ ეგ ბრძოლა. მაგრამ ეგრე არ ყვებით ხოლმე მაგ ამბავს რა, მარაბდის გმირობებს ყვებით, მაგრამ იმას რომ სტრატეგიულად არ დაუჯერეთ კაცს, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა და ყველაზე მეტი იცოდა იმ მომენტში ირანზე, აი ეგეთი რაღაცეებიც ბევრი არის, ხო? დემნა უფლის წულის ამბავი მთლიანად ცალკე აი ერთი სერიალის თემა არის, როგორ ჩაჩეხეს და წაშალეს ისტორიიდან უფლის წული, რომელიც იდეაში იმსახურებდა ტახტს. ბევრი მახსენდება, ძალიან საინტერესოა თავის მხრივ საქართველოს პირველი საქართველოს გაერთიანების ამბები, როგორ მოხდა ეგ. ესე ხო არ ყოფილა, რომ არიქა შევდექი ძმებოდა, აბა ქვეყანა გავაერთიანოთ. იქ იყო მთელი აი Game of Thrones-ის დონის ინტრიგები და სტრატეგიები დასახული და მაგასაც ტყუილი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ არასრულად ნასწავლი ისტორიაა რა, იმიტომ რომ ეგ უფრო საინტერესო არის ამ დროს. ყველაზე უცნაური ქალაქი სადაც ყოფილხარ? საშობაო პერიოდის ფოტოები ბევრს გინახავთ მან ქალაქის, ეგ არის როტენბურგი, გერმანიაში. აი რო გაგახსენოთ ახლა მაყურებელსაც, ხო? ერთი რაკურსია
აღმართი ამოდის და მე აღმართი მიდის. აი რაღაცა ქუჩა ამოდის, მაღლა მიდის და ძალიან კოხტა სახლებია რაღაცა და ულამაზესი რაღაცა საშობაო ვიზუალი იქნება ამ ყველაფერში და მგონია რომ ეგ ფოტო აი ყველას უნახავს აბსოლუტურად და გერმანიაში მოგზაურობისას ვიყავი ქალაქში და აღმოაჩინე რომ აი რაღაც შეგრძნება მქონდა რომ დეკორაციაში დავდიოდი. ეგეთი ქალაქის მუღამი ხო ისიც უნდა იყოს რომ რაღაცა საშობაო სიცოცხლეც სუფევდეს შიგნით ხო რაღაც ხალხი იყოს რაღაცა ხდებოდეს და ძალიან ცუდი განწყობა ცოტა აი რაღაც ისეთი silent cities განწყობა დამიტოვა რა ეს ძალიან ლამაზი ჩაწიკწიკებული მაგრამ სრულიად ფუტურო თავის შინაარსით საყვარელი ლიტერატურა სპორტზე რაღაცნაირად არა მხოლოდ სპორტული ტექსტი იყო არამედ აი ლიტერატურაც იყო რა ეგრე რომ მივიჩნიე ეგ იყო ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფია მიუხედავად იმისა რომ ახ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არასოდეს არ ყოფილა ხა შემეძლო მე თქვა ფერგიუსონის, რუნის, ბექემის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო, მაგრამ აი პირლოს წიგნი არის კარგი წიგნია რა. ფეხბურთს რო თავი დავანებოთ და პირლოს, კაი ლიტერატურაა. მადლობა. მადლობა დიდი.